პროპაგანდა რა არის გადასული იმაზე რომ საკუთარ თავს ატყუებს. თავად აფეთქებს საკუთარ ხო თავის დაწეულ თემაზე აფეთქებს. ხო თავის ამ ბოლო დროს ეგ მოვიდა. ხუთი თეთრი ჩემცე და კვერცხიო გამოვიდნენ კვერცხის კომპანიები და აი ახარე საზოგადოებასო პრემიერის ინიციატივითო და გადაიარა ხალხმოწმება ისევ გაძვირდა ხუთი თეთრი თეატრში ხუმრობდი რომ ირაკლი ყობახიძის თანახვაზე ხალხს ნანული შევარდაძე გაახსენდება. 60 მილიონი ახალ ავტოპარკში აღარ დახარჯონ და გაძლონ ერთი წელი ახალი მანქანების გარეშე 2027-იანი მანქანები კი 26-იანი მანქანები კი არა. პარლამენტარებმა ბოლო 2 წელიწადში ხელფასი გაიზარდეს 3-ჯერ. მინიმუმ. ამ ქვეყანაში 4-ჯერ. ევროპას რო ედრებიან. იქ პენსია არის 1000 евро, ფასებს რო ადრიან ევროპაში. შენ როგორც გინდა საწგინა ვენახს ვერ გააშენებ რა და ის შემოსავალი რაც შენ კურსის ჩაბარებით მაგას ვეღარ იშოვე მაგ ფულს რა. ანუ ეგ გლეხთან ბრძოლა, შრომელ ადამიანთან ბრძოლა მე არ მინახავს აქამდე ვინმეს მოიგოს აი ესეთი მეთოდი. ამდენი პრობლემა არის და რატო ვერ იყოლიებს ოპოზიცია ხალხს? რაღაცა უკეთეს უნდა თავაზობდე. თან უნდა დაცლილი იყო ყველანაირი ძველი ოდიოზური სიბინძურისგან და თან რაღაცის გაკეთება უნდა შეგეძლოს და მე ამ სამ რაღაცას ძველ ოპოზიციურ პოლიტიკურ კლასში ვერ ვხედავ. ბრიუსელში 10ჯერ წასვლა, ამჯობინეს რეგიონში 3ჯერ ჩასვლას მე მგონია ეგ წითელი ხაზი. ძალიან დაიღალა საზოგადოება იმის მოსპენით, ზოგადი რაღაც მოსპენით, აი ევროკავშირში შევალთ ასე იქნება, რაც ოპოზიციისგან ესწოდა რა. აი 2035 წელს ასე იქნება, რაღაც აი სულ რაღაცა ზოგად აბსტრაქტულ თემებს ლაპარაკი. მოგესალმებით. მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. გახსოვთ, ახალი წლის დღეებში ირაკლი ყობახიძე გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ევროპაში პროდუქტებზე ფასები უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, ეს აღმაშფოთებელიაო და ამის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. შეიქმნა სამთავრობო კომისია. სუსმა დაიწყო ცალკე გამოძიება. ასევე პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელმაც 3 თვე იმუშავა და დასკვნაც დაწერა, თუმცა საბოლოოდ შეგვდა კიდევ უფრო მომატებული ფასები და ირაკლი ყობახიძის დაპირება, რომ მას პირადად შეუძლია გვაპოვნინოს 9 კილოგრამი რბილი ხორცი 10 ლარად. ეს მაშინ, როდესაც ყველა მიცით, რომ ბაზარშიც კი რბილი ხორცი კილოგრამი მინიმუმ 35 ლარი ღირს. რატომ ჩაუვარდა ხელისუფლებას ფასების წინააღმდეგ კამპანია და ასე დროს რაზე უნდა აკეთებდეს აქცენტს ოპოზიცია. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში და ჩვენი სტუმარი იქნება ახალგაზრდა პოლიტიკოსი ვადო მაჭავარიანი, რომელიც არის პოლიტიკური მოძრაობა სართულის დამფუძნებელი. მოგესალმებით ვადო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ, ბევრ სხვა თემაზე ვისაუბრებთ დღეს, რასაც მოვასწრებთ, მაგრამ დავიწყო მინდა უკანასკნელი თემით, ფასების თემით. ყველაზე აქტუალური და საინტერესო. აქტუალური გახდა და რაც საინტერესო რომ აქტუალური გახდა თვითონ ხელისუფლებამ ირაკლი ყობახიძემ. პირველ რიგში თავისი რაღაც კლიპი რო ჩაწერა საახალწლოდ, მითხრა რომ ევროპაში იაფია ყო და ჩვენ და ყველაფერი ძვირია და რაღაცა პროდუქტები ჩამოთვალა. და დღეს ახლა პროპაგანდა გვეუბნება რომ არა კაცო ევროპაში ყველაფერი ძვირობრივია და რა ხდება ანუ ირაკლი ყობახიძე მოგვატყუა სხვა რამეში ასაკში მე მგონია რომ ჩვენ ვერაფერი ვერ მოგვატყუა ირაკლი ყობახიძე მე მგონია იმედი ტელეკომპანია ნუ პროპაგანდა რა არის გადასული იმაზე რომ საკუთარ თავს ატყუებს უკვე ეს ყველაფერი მსგავსება იმას და მე მგონი ძალიან კარგად ჩანს რომ საკუთარ ამომრჩეველს საკუთარ მაყურებელსაც აღარცებენ უკვე პატივსაცემი რა რომ აი ეს ჯაჭვი რო გავაკეთოთ რაღაცნაირი რა რომ გამოვიდნენ, ანუ გამოვიდა, თვითონ დაიწყო ფასების პრობლემას ლაპარაკი, ну ჩვენ, სხვათა შორის, ეგ ეს ნიშანდობლივია, რომ მანამდე ჩვენ, ну, გარკვეულ ჯგუფებს, მათ შორის ჩვენ სართულსაც ქონდა ამ პრობლემას საუბარი დაწყებული, რომ ну ეს უკვე შეუძლებელი არის, რომ საარსებო მინიმუმი 250 ლარი, რომელიც ну მუდმივად კლებაში არის, ну ამით ვერ იცხოვრებს ადამიანი, რომ ეს პრობლემაა და თვითონ მე გამოვიდა და ხო მოსაგვარებელიაო, მაგრამ მე ვერ ხვდები, რომ ჯერ იმის თქმა, რაც სხვა შორის სიმართლე იყო, რომ ევროპაში მართლა ყველაფერი იაფი არის, იმიტომ რომ ის არის ერთიანი ბაზარი რეალურად და ის რომ ზეთი იქ 1 და 2 ევრო ღირს, კვერცხი 2 ევრო ღირს და ეს ლარში არ უნდა გადმოიყვანო არავითარ შემთხვევაში, რომ იქ ხალხს ხელფასი ევროში აქვს და თან ხელფასი როგორია, ხო? პენსია არის საშუალოდ 1000 ევრო, ხელფასი არის საშუალოდ 2000-3000 ევრო, მე როდესაც თავის ფასი აქვს საქართველოში 1000 ლარს უკვე არანაირი ფასი აღარ აქვს, რაც რეალური საშუალო ხელფასია. 1500 ლარიც უკვე იშვიათად არის საშუალო ხელფასი, ჩვენ თქვით ვიდეოში, რომ ეხლა ხო აქვთ ამათ სტატისტიკა ოფიციალური საქსტატი ხო ამბობს, რომ 3000 ლარია საშუალო ხელფასი. ვიდეოში რო 3000-ზე ავიდნენ. 3000-ზე ავიდნენ, კი უკვე და ვიდეოში რო თქვით, რომ 1500 ლარი შეიძლება იყოს საშუალო ხელფასი, ხალხმა გააპროტესტა ძალიან სამართლიანად, სად არის საშუალო ხელფასი 1500 ლარი, იმიტომ რომ მართლა, რა ვიცი, მოლარიდან დაწყებული და შემდეგ აი ყველა საშუალო სამსახურში სხვანაირად უნდა დაითვალა. ხო, სხვანაირად უნდა დაითვალა, მაგრამ რეალურად ხო, რაც არის ეგ რომ 500 და 1000 ლარამდე და მაგასაც უკვე ფასი არა აქვს რეალურად რა.
და ხო ეხა ხო ჩანს რეალურად ეგ რომ კობახიძე როცა ამბობს რომ გამოდის რომ აი ხორცს 10 ლარში გაყიდინებდა კვერცხს 4 ლარში 4 ნახევარში ეგ არის აბსურდი და მე მგონია რომ ხო საკუთარ თავის უპატივცემლობა არის პირველ რიგში რომ აი ეგრე მარტივად გადამოწმებად რაღაც სიტყვები მისული ვიყავი ახლა ექსპერიმენტი ჩავატარეთ რა Carrefour-ში ვიყავით მისულები მაგალითად ხო ნუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერმარკეტი და ეგ არ არის მარტო Carrefour-ში ეხლა ვიღაცა თუ ამბობს შედარებით ძვირია ორნაბიცო შეხვიდა იგივე არის გითხრა ადამიანმა ხორცის გამყიდველმა რომ 10 ლარიან ხორცს ვერ ნახავ რბილი ხორცი იყო 40 ლარად ჩვეულებრივად ნუ შედარებით ძვლიანი ხორცი იყო ხო ცოტა ნაკლებ 30 ლარად ცოტა ნაკლებად რა და ხო რა ვიცი დანარჩენიც ყველაფერი ნუ არაადეკვატური როა რომ ზეთი 7 და 8 ლარამდე რაც გაზრდილი არის კარაქის ფასი შევადარეთ აი იგივე დეკემბერს აი მაშინაც მქონდა მსგავსი ვიდეო ჩაწერილი 10 ლარიდან 11 ლარამდე არის ასული ეგ მეუთითებს ისევ იმაზე რომ ეს დაპირებაც იყო ფუჭი და იმაზე რომ არასწორ პოლიტიკას ატარებენ გუშინაც კომისიის დასკვნაც იყო ხო არასწორ პოლიტიკა ერთია და მეორეა თავად აფეთქებენ საკუთარ ხო თავის აწეულ თემაზე აფეთქებენ ხო თავის ამ ბოლო დროს ეგ მოздით ხა ამათ რა რეალურად რა რაზეც კი იწყებენ ლაპარაკს რაზეც კი აი ეს კობახიძის ვიდეოები რო არა ეს რაღაც ამ ბოლო დროს დაამუღა ასე ვთქვათ რა რომ დაჯდება ხოლმე და რაღაცას ხსნის ყველა თემაზე იწერიან პირველი იყო არაბიზაცია მანდაც აღმოჩნდა და ბოლოს მოუწიათ აღიარება რომ მართლა პრობლემა არის საიმიგრაციო თვალსაზრისით რომ გაზრდილი არის უკანონო მიგრაცია და მე ცალკე ვიდეო ჩაწერა მოუწია და არანაირი არაბიზაცია და არანაირი რაღაცა უცხოელიზაცია ხდება საქართველოსში და მე მოუწია აღიარება რომ მოცდამ არასწორი პოლიტიკა გაატარა ახლა ეს ფასების ამბავი ხო ანუ დაგვპირდნენ რომ გაიაფთებაო შექმნეს საპარლამენტო კომისია რომელსაც 2 მილიონერი ხელმძღვანელობდა რა ვიცი ბერეკაშვილი რომელიც შოპინგზე ხარჯავს რაღაცა 100,000-ს და წილოსანი რომელსაც კიდე იქ ცალკე კორუფციული ამბები აქვს როგორც ამბობენ და როგორც ეს სხვა წყაროებს შეიძლება მოიძებნოს რა ვიცი ეგენ რო გველაპარაკებიან იმაზე რომ აი ფასებია მაღალი და ჩვენ შევამცირებ ეგ ცოტა უღერხულია და ხო ვერ იქნეს ვერაფერი ანუ კომისიის დასკვნა ისაა რომ ჯერ სამთავრობამ დაიწყო ამის კვლევა ბიზნესები დაიბარეს დიდი ამბით ო რა კვლევა ჭირდება შედის სუპერმარკეტში გამოძიება დაიწყო არა იქნებ ცალკე ფასების თემაზე. აი რა კვლევა მე სულსმა ვერაფერი ვერ მოიგულია და ბოლოს ახლა სამი თვე სამთავრობო კომისია მუშაობდა. ანუ რესურსი რაც დახარჯა აბნე ხალხი ატარეს, იქ ვითომ რაღაც ბიზნესმენებს თითი უკნეს და ბოლოს დასკვნა დადეს რა რომ ბიზნესი არაფერ შუაში არის. ეგ იყო მოკლედ ამაზე პრობლემა ახლა რა არის რა ყველაფერი აქციეს შოუთ ყველაფერი აქციეს პიარად და სანახაობაც არ გამოздით რა იდეაში რა რომ აი ხა რას ხედავდით რა ფასების კომისია ვითომ მუშაობს ეს ბიზნესები ოღონდ ბიზნესები ვინ რა თავის უმეტესობა ეხლა ხო ვიცით ვინც არიან და რაც არიან რა გინდა ისა რა ქვია ბენზინის ამბავში გინდა სუპერმარკეტებში თავისთან შეზრდილი კომპანიები თავისთან შეზრდილი ბიზნესები მიიყვანეს ვითომ თითი უქნიეს მაგრამ ძალიან კარგად ვიცით რომ დღის ბოლოს შეხმატყილებულები არიან ისევ ერთმანეთთან იქ რაღაც კარტელური ეგეც სერიოზული პრობლემა არის ხოთაშორის რომ ეს ხელოვნური მონოპოლიები და ეს ხელოვნური შეზრდილობა რო არის სახელმწიფოსთან იქაც ფასები ისე წესდება რომ ნუ არაფრის ამაჩიში არ აქვს რა რეალურად რა სამართლიანობის პრინციპს არიცავენ რა მაგრამ ამის გარდა ხო ფასების შემცირება თუნდა სახელმწიფოს ანუ აი მაგაზე ვიждები მე ანუ თუ ამაზე ლაპარაკობ თუ იწევ ამაზე ლაპარაკს ბიჭო პირველ რიგში შენ რაც გაქვს ხელში ის ბერკეტი ხო შეგიძლია რომ გამოიყენო რა და მაგალითად DGG პირველად მოხარეს პროდუქცია ევროპას რო ედრებოდა რა და იქ გამოტანილიც ჰქონდა ეს რაღაცა გრაფა რა და ამბობდა რომ ვერ ვიზაო მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად შეუძლიათ გაკეთონ ძალიან მარტივად დათვლადია რა ანუ ბიუჯეტში დეფიციტსაც ერთი ამოვავსებ და როგორ შეიძლება დაწიონ DGG პირველად მოხარეს პროდუქცია რომელიც ევროკავშირში საფრანგეთში იტალიაში საუბარია რომ ჩვენთან 18% ეს ყველაფერზე ხო ყველაფერზე და ხორცზე იქ ევროპაში პირველად პროდუქტებზე არის დაბალი DGG ხაღალი არის სხვა რაღაც პროდუქტი. ხორცზე მაგალითად არის 5-7% DGG და ხორცი ხო ის თემა იყო ხო ბოლო დღეებში ეს თვითონვე დაიწყო ლაპარაკი და ხორცზე დაწიონ ეს DGG. ანუ პირველად მოხმარების პროდუქტი რაც ჭირდება ადამიანს ელემენტარული რაღაცა ულუფა შექმნას. ანუ ეხა იმაზეც ამბობენ რომ დემოგრაფიულ პრობლემაზე რა ეგო იდეოლოგიური მიზეზია და სოციალური არ არის. ანუ გუშინვე ცნობოდი სტატისტიკას და მაგას კიდე ჩვენ გვექნება ცალკე ბევრს ვისაუბროთ მაგაზე ბევრი უნდა ეს თემას მე მგონი ბევრი უნდა ვილაპარაკოთ რა. ძალიან დაიღალა საზოგადოება იმის მოსპენი და ზოგადი რაღაც მოსპენი თუ აი ევროკავშირში შევალ ასე იქნება რაც ოპოზიციისგან ესწოდა რა. აი 2035 წელს ასე იქნება რაღაც აი სულ რაღაცა ზოგად აბსტრაქტულ თემებს ლაპარაკი ანუ ძალიან კონკრეტული რა. ბავშვის შენახვა და ბავშვის აღზრდა რაც ჯდება რეალურად რა გინდა აი სასკოლო ხარჯი ეხა კიდე სკოლის ფორმებს ამატებენ და იმაში კიდე ცალკე რაღაცა
ძალიან დიდ თანხებს იხდიან, რომ დააკონტრაქტონ ეს კომპანიები და ისევ ხალხს უნდა ახდევინონ ფული. იქ ცალკე ბავშვის საკვები, ანუ 150-200%-ით არის გაზრდილი ამ ყველაფრის ღირებულება რა და შობადობაც ამიტომ მცირდება, დემოგრაფიულ პრობლემაც ამიტომ იქმნება, იმიტომაც გადის ხალხი ამ ქვეყნიდან, იმიტომ რომ ევროპაში რატომ ვიცით, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი ვიცით, ბევრი ევროპაში დასული, იმიტომ იცის რომ იქ ფასია, იცის რომ იქ უკეთესი ხელფასია და ხელფასი და ფასის თანაფარდობა უკეთესია, ვიდრე აქ რო 1000 ლარს იღებ ხელფასს და პროდუქტში იმ დღეს შოქში ვიყავი მართლა რა. ელემენტარული რძე, არაჟანი, კვერცხი, კარაქი, 5-7 პროდუქცია, პური, ლაპარაკი რა, ხორცს არ გვიყიდია რა, 50 ლარი რო გიждდება ერთი მაღაზიაში გასვლა, რა მსიგიჟეა და მაგას მაგიტო ვამბობ რა, რომ უმარტივესად შეიძლება, ანუ სახელმწიფოს ხელში რა არის ხა რა, რომ იქ სუსი კი არ შეუშვას კომპანიაში, ეგეც ცოტა გზელვადიანი ამბავია, მაგრამ ეგრევე რა შეუძლია თქვენ რა, რომ ბენზინზე, აქციზი ან დაწიონ ან გააუქმონ, გაუქმებად შეიძლება დროებით მაინც, რომ კანადამ გააკეთა. სანამ კრიზისია თქვა. ხო, სანამ კრიზისია, ხო კანადამ და კანადას რატო ედრებიო, მაგრამ შეიძლება აქ ამოავსო დანაკლისი მილიარდს იღებს ბიუჯეტი აქციზის მაგალითად და ეს მილიარდი შეუძლიათ იმითაც ამოიღონ ენერგოკომპანიებსაც აპატიეს 1 მილიარდი აღარ აპატიონ. ანუ ესეც ხო იმიტომ გააკეთეს, რომ იმათ შეუწყეს ხელი რეალურად და იმათ ინტერესი გაითვალისწინეს და ხალხის ინტერესზე, ბიუჯეტის ინტერესზე მაღლა დააყენეს და როცა მიდგება ხალხის ჯიბეზე საქმე და რო ეკითხები, რომ რატო არ წევ ბენზინის ფასს ქვემოთო, აი ბიუჯეტის ინტერესიო რა. თვითონ ეს როგორც აწყობთ ისე ატრიალებენ ყველაფერს რა და ეს დეგეგეც რო დაწიო რა რეალურად რა, ანუ ძის პროდუქტებზე, კვერცხზე მაგალითად, ხორცზე პირველად იმოხმარების პროდუქტი რაც არის რა. შენ, ანუ ჩვენ ახლა ვითვლით მაგას და დეტალური ხედვა გვექნება რა, ჩვენ მუშაობ ძალიან აქტიურად იდეაში მაგას და მე მგონია რომ მაგაზე არის ხა ყველაზე მეტი სამუშაო რა. ტყელტყელი სიტყვების დაპირების მაგალითად მე მგონია რომ ანუ ხალხს უნდა დაანახო ეგ რა, რომ შენ რეალურად იცი რომ ბიუჯეტსაც როგორ უნდა მოაკლდეს ეს ყველაფერი რა, რომ 18% და 5-7%-ად ჩვენ დეგეგეს დავწევთ მაგალითად რა და ეს ამათაც შეუძლია რომ გაგნება არა აქვს რა ფაქტია რა, ეხლა რაღაც კომისიებს ქმნიან, იქ 1000 რესურს მაგაში ხარჯავენ, მე ელემენტარულს არ აკეთებენ. დეგეგეს არ წერენ თქვენ. ეს რო შევდა რა მიიღეს საბოლოო ჯამში ახლა ამ საკითხიდან, ხო? ფასების თემა რო წამოწიეს სტამბოლი კომისია რა მიიღეს პოლიტიკურად რა საკუთარი თავის უპატრონო ესენი ხო ძირითადად ყველაფერს იმის აკეთებენ რომ რაღაც პოლიტიკურად ქულები დაიწერონ და რა მე მგონია რომ მე მგონია რომ ძალიან ცუდად ძალიან რაღაცნაირად სულელურად და რაც იდეაში ჩვენ ხო რაღაც წარმოდგენა გვაქვს ამაზე და შეგვექმნა ესეც იმიტომ შეგვექმნა რომ მეორე მხარეს პოლიტიკური კლასი ძველი ოპოზიციური კლასი არ არის ეგეთ ფორმაში და ვერასდროს ვერ არის კარგ ფორმაში თორე შეგვექმნა წარმოდგენა რომ ესენი ძალიან ჭკვიანები არიან და უსრულებენ ვიღაცას რაღაცას ანუ ვერაფერს ვერ ასრულებენ რეალურად რა ვერც დაპირებას ვერ ასრულებენ ვერც PR კამპანიას ვერ ასრულებენ ანუ ყველაფერი PR-ად ხო აქციეს რა რეალურად და ეგეც ვერ გააკეთეს რომ ფასებზე რომ თვითონ იწყებდნენ ლაპარაკს იქ მართლა რაღაცა ეხლა ახალ წელს რა გააკეთეს უბრალოდ სიგიჟე რა რომ 5 თეთრი ჩემცილ და კვერცხიო გამოვიდნენ ეს კვერცხის კომპანიები და აი ახალ საზოგადოებასო პრემიერის ინიციატივითო და გადაიარა ახალმოწმება ისევ გაძვირდა 5 თეთრით ანუ თუ ხო 5 თეთრი იყო ხო მე მგონი 5% ანუ რაღაც პატარა თანხაზე იყო ძალიან საუბარი რა და ხო ნუ ეგ გამარჯვებად გამოაცხადო მე მაგაზეც ასრიალდე ანუ ეგეთი წარუმატებლობები ქონდეს და ბოლოს მინისტრი გამოვიდა და თელმა ხალხი ქვეყნის წინაშე ელაპარაკა აბსურდი რომ 10 ლარად იყიდი რბილ საქონლის ხორცო ნუ ხორცსაც და საქონლის ხორცო ის არის სხვადასხვა ფასი აქვს ხორცს და საქონლს და ორივე 10 ლარად იყიდი ნახეთან ნახევარ კილოს ნუ ცოტა გამოჩენილი სიგიჟე ეს მართლობა ხალხმა შეიძლება მოატყუა ხალხს რომ აი ევროპაში რაღაცა ძალითებას რა ქვია კაცის ქორწინებენ ან რაღაცა ეგეთის შეთქმულების თეორიები მოუყვეროთ რაღაცა deep state და ასე შემდეგ რასაც ვერ გადაამოწმებს მაგრამ ამას რო გადამოწმება თვითონ ყოველ დღე იცის რომ რა ღირს ხორცი ხა განში ცხოვრობ და ვილი ხორცი განში ღირს 36 ლარი ხო აი მაგას ვაუბრ რა 26 სადღაც 40 ლარი 38 და ასე ღირს და ეს გამოწამს ანუ დღეის მე წინადავს ხუმრობდი რომ ირაკლი ყობახიძის თანახვაზე ხალხს ნანული შევარდაზე გაახსენდება ხო ნუ იმიტომ რომ ერთი ესეთი ჰაია ნანული შევარდაზეს მოუვიდა ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთი ლეგენდა არსებობს რომ ნანული შევარდაზე რვა ლარი რო იყო პენსია 8 ლარად კარგი დიასახლისი და მეორე ხო ეს არის და რამით განასხვავებს და ტრაგედია ის არ არის რომ როდის იყო ეხა ჩვენ რაც ვსაუბრობთ განცხადება რა ეს იყო 90-იან წლებში ყველაზე გაჭირებულ დროს დღემდე რომ მაგ ელემენტალურზე გვიწევს ანუ იმ მაღალ მატერიაში სწორი გადავედით რომ რაღაც აი ინოვაციაზე ინვესტიციაზე ხალხის ადარი გასული ამ თელსოფლიოში რა და გვაქვს ხო ეს შანსი ანუ ლოკაციას ესეთი გვაქვს შეგვიძლია ეს ქვეყანა მართლა კარგად გამოვიყენოთ ამ ქვეყნის ტერიტორიული რაღაცა მდებარეობა ეს ყველაფერი იმისთვის რომ გამოვითარდეთ და რაზე გვიწევს ლაპარაკი ისევ რომ ხორცის ფაზზე და კვერცხის ფაზზე რომ ვერ
გათანაბრდა ეს რაღაცნაირად ადამიანის შეძლებლობასთან. ანუ ეგ არის სიგიჟე, ეგ არის მთავარი პრობლემა, ეგ არის შესაძლებელი ჩემი აზრით რა და მაგაზე უნდა ვილაპარაკოთ ყველაზე მეტი რა და იგივე რა, აი დეგეგის დაწევა და აქციზის გაუქმება ან შემცირება. ნუ ჩვენი ხედვა არის საბოლოო ჯამში ყოველ შემთხვევაში კრიზისის დროს გაუქმება მაინც, იმიტომ რომ ბენზინზე 50 თეთრით იმ თავის ფასტამატი დეგეგეთი ხელოვნურად ზვირდება, ეს საჭმელიც ხელოვნურად არის გაძვირებული და შეიძლება რომ კვერცხი 6 ლარი კი აღარ ღირდეს. ღირდეს პირველ ეტაპზე 5 ლარი მაინც და მაგის ბიუჯეტური დეფიციტი აი მაგას ვწუთ რა. ბიუჯეტური დეფიციტის ამოვსებაც ძალიან მარტივად შეიძლება იმით მაგალითად რომ კალდის პირაში ნუ გადახარჯავენ 20 მილიონს. 20 მილიონი ღარიბაშვილის სახლიდან რაც ამოიღეს, მართლა ჩააბრუნონ ბიუჯეტში და კაცმა რო არ იცის სად არის და ის კეშსაც აიღეს, ეგ გააკეთონ რეალურად. ის საათები გაყიდონ იმ აუქციონზე და კი შოუიანებთ 5 მილიონს ჯამში რა. ბევრი არა, ნუ ხო, ან ვერ გაყიდეს. ვერ გაყიდეს, მაგრამ შეუძლიათ. მე მგონია რომ უცხოეთ შეუძლიათ რომ გაყიდონ. მაგალითად რაღაც შეუძლიათ ბევრი მაგალითად რა ვიცი 60 მილიონი ახალ ავტოპარკში აღარ დახარჯონ და გაძლონ ერთი წელი ახალი მანქანების გარეშე 2027-იანი მანქანები კი 26-იანი მანქანები კი არა პირობითად რა. ანუ ხო შეიძლება ან ხელფასები მაგაზე გეტყვია პოპულიზმი. ხო და რატო მე ვერ ხვდები მაგას რა. ანუ რა ყველაფერზე როგორ შეიძლება მიწერა რაც თვითონ არ აწუხ პოპულიზმია. ანუ კი მაგას ამბობენ ძალიან ხშირად რა რომ აი ეხა ბენზინის ფასზე იყო რა ატყდნენ განსაკუთრებით რომ აი 51 შემცირება პოპულიზმი. ანუ არა რატო მე გეუბნები გზას. ამდენით უნდა შეამცირო აქციზი, ამდენით უნდა შეამცირო დეგეგე, იქ ფასტამატის ამბავიც არის კომპანიებსაც რაღაცა ისიც შეზრდილი არიან სახელმწიფოსთან და შეიძლება 51 შემცირება სახელმწიფოს რესურსით რა. და გეუბნები კაცო რითი შეგიძლია ამოვასო და ანუ მე პოპულიზმი იქნებოდა უბრალოდ რომ ამბობდი რაღაცა და გამოსავალს არ გეუბნებოდი და მე ვამბობ გამოსავალსაც რა და შეუძლიათ ამ დეფიციტის ამოსება, რა ვიცი ბოლო 4 წელში მაგალითად რა პრემია დადამატებში 2 მილიარდი არის გაცემული 100 მილიონი კონცერტებში ბანკეტებში კეიფებში ანუ ეს ოფიციალური მონაცემებია მთავრობის იქ შტატგარეშე თანამშრომლების რაღაცა მილიარდიანი ხელფასები ჯამში რაც არის გაცემული რავი ხარჯების შემცირება გააკეთე და დაახმარა ეს ფული ბიუჯეტი წაიღე ეს ფული ბიუჯეტში და დავანებოთ კაცო პარლამენტარებმა ბოლო 2 წელიწადში ხელფასი გაიზარდეს 3ჯერ. მინიმუმ. ამ ქვეყანაში 4ჯერ. ამ ქვეყანაში საცხოვრებლო სუ იკლებს. დამოდგინე ხარ 2 თუ 3 წლის წინ ხელფასი პარლამენტარზე იყო 4000 ლარი მაქსიმუმ და დღეს არის 14000 ლარი. ერთ მომატებაზე მოიმატეს 12000 გაიხარდეს. 12000 და მე კიდე არ ეყოთ და 2000 დამოდი. მე მესმის ხო ხარ გაიზარდო 100%-ით ხელფასი და თქვა 4000 უკვე 8000 გაიხადო ესეც ბევრია. ერთჯერადად 100%-ით რატომ უნდა გაიზარდო ხო? ამ გაჭირვებულ ქვეყანაში 50% გაიზარდა. ამათ გაიზარდეს 200%. ამას მე დაუძახებ მარტივ სიტყვას. რა ქვია, ხო რა რასთან გაქვს საქმე, ხო? ეგ მე ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ამის გამოყენებას ცოტა ისეთ უხეში სიტყვა სინაგლეა რა. აი ძალიან მარტივად ეგ არის სინაგლე ჩემი აზრით. შენ როცა ამ ქვეყანაში აი ძალიან თავისუფლად რა დეპუტატს, რომელსაც კიდე ხო ზუსტად ვიცით 150 კაციდან, ნოცნების 90 კაციდან მაგას ვიტყოდი, უფრო 33 არა მილიონერი, 35. ზუსტი ანუ ზუსტ რიცხვებზე ალაპარაკი, რაც დეკლარაციულად მილიონერები რო არიან რა, ანუ რა ვიცი, დიდი ნაწილი საკმაოდ დეპუტატების რა და როცა ასეთ ქვეყანაზე არის საუბარი და თან 8000 ლარად ძალიან მარტივად და ჩვეულებრივად შეუძლიათ იცხოვრო. რა ვიცი, გაინახე რომ ხელფასები და მე რაც დათვლილი მაქვს 20 მილიონი შეიძლება დაიზოგოს აი ერთი განახევრებით ერთი წლის მანძილზე რომ ეს სად მოხდეს მინისტრის მოადგილეები, მინისტრები, დეპუტატები მარალ პარკობს საჯარო მოხელეებზე რა ერთი განახევრებით რომ კი არა აიღონ 15000 აიღონ 7000 8000 შეუძლიათ რომ სერიოზული თანხა გააჩინონ ბიუჯეტში რა შეიძლება ისევ სად დაიხარჯოს ხო ანუ აი პირობითად ეხლა პენსიაზე იძახი რომ რაღაცა 20 ლარი ძლივს მაქვს გასაგებია რომ პენსიონერი მეტი ამ ქვეყანაში ძალიან ვიდრე მაგრამ ესეთი სხვაობა ანუ 15000 ლარი და 370 ლარი ანუ ევროპას რო ედრებიან იქ პენსია არის 1000 ევრო ფასებს რო ადრიან ევროპას რა გადაიყვანონ 123 ევრო გამოდის 123 ევროთ რომელ ევროპის ქვეყანაში როგორც კი რომელიმე ევროპის ქვეყანაში ვინმე იტყვის 123 ევროთ მოდი იცხოვს პენსიონერმა მეორე სექტორობა აღარ იქნება მე ეგრე მგონია იმიტომ რომ იქ ძალიან სერიოზულად არის სოციალური პროტესტი და ძალიან მოწყვლადია მთავრობების სოციალური პროტესტთან რა და აქაც მე მგონი მე მაგაში შეხედავ რა გამოსავალს რა რომ ფასებზე ეხლა მიხარია ერთი პროცესი რა რომ ტაქსის ბრძოლებმა კურიერებმა იქ ბათუმში იყო რაღაც ამბავი იქ სხვადასხვა ამბები არის ანუ ბევრმა სოციალურმა ჯგუფმა და რაც კიდე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები რომლებიც უკვე თვეებია წამალს ითხოვენ ბავშვებისთვის ბევრმა სოციალურმა ჯგუფმა ნუ კატასტროფა რომ ამის გამო გამოსვლა უწევთ მაგრამ კარგი რომ ამ თემებზე ლაპარაკი მიდის რა ქვეყანაში რა რომ აი ელემენტარულად ყველაზე მალე მისაღწევ გამოსავლებზე რა სოციალურ ჯგუფები რო ხმას იღებენ მე მგონია რომ მანდ იბადება ყველაზე რეალური პროტესტი არა რაღაც ზოგადში
ეგეც ალბათ მნიშვნელოვანია რა, მაგრამ არ რაღაც ზოგადზე ლაპარაკით მარტო და რაღაც მაღალი მატერიების მოთხოვნით რა, არამედ აი კონკრეტული პრობლემის მოგონების მოთხოვნით რა. და ფასებზეც მე მგონია რომ წინ არის კიდე ყველაფერი და პროტესტი წინ არის ამ ჩემი აზრით. ესე თან ფასების დაიწყეს ლაპარაკი პრემიერ-მინისტრთან და თან თავად და დენის ტარიფი 30% გააძვირეს, აი ჯერადად 30%. ეგ კიდე სიგიჟე რატო გააძვირეს? 5 თეთრი ისე ჟღერს, 5 თეთრი. არა, 33%-ია. იქ 33%-იანი მატება გააკეთეს. არა, მე ხა მომივიდა ბევრი მესიჯი მაგალითად, რომ ადამიანები 50 ლარით მეც ხდიან, უკვე დაბალ კილოვატობაში 30 ლარით მეც. რატო გააძვირეს კიდე ეგეც სიგიჟე რა? რომ გარდაუვალიაო ჩვენო ისო ავარიების რაოდენობა მოიმატებს. ჯერ 26 წელია რა ავარიების რაოდენობა უნდა მოიმატოს. სემეკის თავმჯდომარე რო ხარ ნორმალია 15000 ლარს რო იგებს ჯარიმები გააძვირეს. მაგაზე არა ჯარიმები გააძვირეს. ანუ ყველაფერს აძვირებენ. გუში სიუჟეტი ნახე იმაზე რა ქვია ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე მათ სამთავრობო არხზე პირველ სიუჟეტი და რა კარგია ჯარიმები რო ხო, ოღონდ სიგიჟე და ჩაწერილი მძღოლები რომ კი კარგია ვიღაცებს პარკინგის, აი მაგაზე ვგიჟდები რა. პარკინგის ჯარიმას უძვირებ ადამიანს რა. ან სხვადასხვა რაღაც რეგულაციებს უაწესებ რა. ბიჭო, იმაზე მაინც ხო უნდა იფიქრო, ანუ ელემენტარული ზრდილობის გულისთვის იმაზე მაინც ხო უნდა იპარაკო, რომ თბილისში საპარკინგის სივრცე მეტი გაჩნდეს. მაგას არ მუშაობენ რეალურად რა. ანუ მაგას არ უწყობენ ხელს რა. ანუ უბრალოდ ზრდიან ჯარიმას. და მე მგონია რომ ანუ იდეაში ისე ასტალში არიან გასულები რომ ანუ ვეღარ წვდებიან რომ მოქალაქეს არ თავენ სანქციები უნდა იყოს ხო ეხლა ყველა ქვეყანაში არის მაგრამ წესრიგი მაგრამ სოციალური მდგომარეობა შეფარდებული იმასთან რა თქმა უნდა ქვეყანაში როგორი შენ როცა სოციალური მდგომარეობა მოგუდო ადამიანი მაქსიმალურად ის ადამიანი ერთი ნაწილი და ეგ უნდა გაითვალისწინო ერთ ნაწილი კი წავა ემიგრაციაში და კი ძალიან უნდა რომ ემიგრაციაში წავიდეს მაგრამ მეორე ნაწილი ეგუშნაც ვიხილეთ რა სოციალური პროტესტების გაძლიერებით და ეხლა ჭიათურაში მივდივართ მაგალითად რა იქაც სოციალური პროტესტია სერიოზული მეორე ნაწილი ძალიან გაბრაზდება შეიძლება ეს მეორე ნაწილი ისე ცუდად მოუტრიალოთ რომელშიც ძალიან ბევრი მათი მომხრე არის სხვათა შორის ადამიანები ვინც მანქანების გაძვირება მანქანების კალორიაც იყო რა ეგ კიდე ცალკე სიგიჟე ამ წარმოდგენ რამდენიმე უაზრო ხო დავით რომ მიყვეთ რა ფასების კომისია და რაღაცები ხო ილაპარაკეს და თვითონ მოსრიალდნენ თვითონ გააძვირეს ხელფასები სამჯერ თვითონ თავად გაიძვირეს და ხალხს 20 ლარი წლის მომატეს პენსია. პრემია დამატებს 2 მილიონი. ჯარიმები გააძვირეს და პლუს ამას დაამატეს რომ ხალხს უთხრეს რომ 6 წელზე უფრო იმას რა ქვია უფროს მანქანას ხო ან თუ ჩამოიყვა დაგიჯდება 30 მილიონი. ან ხო არის. მანქანებიც გაუძვირეს ხალხს. ხო და ეგ არის რა რომ თუნდაც ადამიანები ვისაც ეს მანქანებთან ახლოს არის თუნდაც ადამიანებს ჯარიმები ეხებათ ფასები ვისაც ეხება ეს კურიერების ამბავი ტაქსის ამბავი მაგათ რა გონიათ ეხლა რომ შეიძლება და მე დარწმუნებული ვარ 2 წელს შეიძლება ბევრმა უცნებასაც მისცა ხმა მაგრამ რომ დაინახავენ ადამიანები ამას რომ ესენი ასე იქცევიან ეს ადამიანები მოუტრიალდებიან და იცი რა არის ეგრე არ არის რა ეგრე არ გამოვა და ეგ ძალიან სერიოზულად მუშტად მოუტრიალდება და ამათ მე მაგაში დარწმუნებული ვარ და ნუ მანდ უკვე შემოდის ის ამბავი რაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რომ უნდა ვიაროთ მაქსიმალურად ადამიანებთან ახლოს უნდა ვიყოთ უნდა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ხელი ჩამოვართოთ შევხვდეთ რეგიონებზე განსაკუთრებით მეტი სამუშაო და უნდა შევთავაზოთ ანუ ხედვა გეგმა რა ის კი არა რომ ზოგადად ლაპარაკი რომ ეს რა ცუდი არის ყველაფერს უნდა მოვაყოლო გამოსავალი მე რომ ფასი არის მაღალი მე ვაყოლებ გამოსავალს და ღიმ უნდა დაიწოს მე ბენზინის ფასი არის მაღალი ვაყოლებ გამოსავალს აქციზე უნდა გაუქმდეს და მანქანების ეს კანონი უნდა გაუქმდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდე დაამატეს ახლა ის რომ კახეთში რა თელ საქართველოს ვენახს კახეთში არის ყველაზე თუ არ მოგცემს ნებართვას ანუ შენთვის შეგიძლია რაღაცა შენთვის თუ გინდა მარტო გააშენო მაგრამ თუ გაყიდვა გინდა და ჩაბარება გინდა მთავრობამ უნდა მოგცეს ნებართვა ხო ნუ ეს არის მე რაღაცნაირად უყურებ რომ ეს უკვე არის არაადეკვატური ადამიანების დამოქმედებას გავს რა რომლებიც მოწონეს საერთოდ რეალობას იმდენი ფული იშოვეს რომ აი საერთოდ რაღაცა ნაპრალი გაჩნდა უდიდესი მათ სოციალურ მდგომარეობასა და ხალხის სოციალურ მდგომარეობას შორის და ფიქრობენ რომ ყველაფერს კეთების უფლება აქვს ეგრე არ არის ჩვენ გვინახავს ამ ქვეყანაში ხელისუფლებები რომელს გონებია რომ ყველაფერს უფლება ქონია შეეძლო რომ ყველაფერი ელაპარაკა რომ აი მაგალითად რო ალარაჩეულია დიასახლისმა მაიცხოვროს და მოტრიალებია ძალიან ცუდად საბოლოო ჯამში ეს სოციალური თემები ატრიალებს ანუ გარდატ ეხა მან ხდება რეალურად რა და შენ ეხა ახალ გლეხს რო ეუბნები რა რომიც რა მე ხა ჩემ კომპანიას შეუწყობ ხელს ჩემ ნებართვებს გავცემ და შენ როგორც გინდა სადაც გინდა ვენახს ვერ გააშენებ რა და ის შემოსავალი რაც შენ კურსის ჩაბარებით მაგას ვეღარ შოვი მაგ ფულს რა ანუ ეგ გლეხთან ბრძოლა შრომელ ადამიანთან ბრძოლა მე არ მინახავს აქამდე ვინმეს მოიგოს აი ესეთი მეთოდებით რა ან ნებისმიერ ბრძოლა მოიგოს ასეთ ადამიანს და მით უმეტეს მაშინ როცა შენ უბიძგებ ხო ადამიანს ან ემიგრაციაში წავიდეს რაც კატასტროფა არის დემოგრაფიულ პრობლემას უარესებს რა ან ქალაქში ჩამოდის დაბალ ხელფასში სამუშაო და იქაც ასახვედრებ რა რომ ძველ მანქანას ვერ იყიდის გაძვირებული არის ანუ აი მოდი აი ეს მაგალითი ავიღოთ რა
ერთი კახელი მშრომელი ადამიანი რა, ნუ აი უხეში სიტყვას ვიხმარ, გლეხი. შენ ეუბნები იმას, რომ იცი რა, შენ ვენახს ვეღარ გააშენებ, შენ როგორც გინდა, რანაირადაც გინდა. და ორ ვარიანტს გიტოვებ, რომ ან წადი ემიგრაციაში, და ნუ ემიგრაციაში უშვებ ადამიანს, ხო, ჩანს როგორი სახელმწიფო ხაზე, საერთოდ და ან ეუბნები ადამიანს, რომ ჩამოდი თბილისში, ეგ ხო ბევრი ხდება რა და დაბალ ხელფასზე ემუშავა. აქ რა სახვედრებ რეალურად რა. ის ადამიანი შეიძლება ტაქსზე დაშდეს. ტაქსის ძღოლებს პროტესტი ქონათ და ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს. მარკეტში შევა და უდიდესი ფასები არის. სარსეულ მინიმუმზე ვნები 250 ლარად იცხოვრეო და აი ეს არის რომ შენ სარსეულ მინიმუმიო. იქ მანქანაზე რა სახვედრებ, ანუ უძვირებ მანქანას და არ აძლევს საშუალებას რომ ძველი მანქანა ჩამოიყენოს, იმიტომ რომ ისევ თავისივე კომპანიებს უწყობენ ხელს. იქ რაღაცა და იქ ჯარიმა სახვედრებ გაძვირებულს და რა ვიცი, ეს ადამიანი მოუტრიალდება ბოლოს, ვინ შეიძლება უცნაურის მომხრე იყო თითქოს და ეთქვის რომ იცი რა არის, მე მაგისტვის არ მომიცია ხმა. კი გასაგებია ის ვაიჩ მე ნაცები შიშით მოგეთ შეიძლება ხმა მე კაცების გათხოვების რაღაც შიშით მოგეცი ხმა, მაგრამ აღარ გამოვა, ანუ შენ მე ვეღარ მომგუდავ და ესენი რაღაცნაირად თვით ლიკვიდაციის რეჟიმზე იმითაც არიან გადასულები, რომ გუდავენ ადამიანებს რა და ანუ მაგას გასცემს მე მგონია ხალხი პასუხს და მე მგონია რომ ხალხს უბრალოდ ჩვენ უნდა შევთავაზოთ გამოსავალი ამდენი პრობლემა არის და რატო ვერ იყოლიებს ოპოზიცია ხალხს ასე ხო იცი რა არის ხარეს რატო ვერ გადაყავს უფრო მეტი კი არის ბევრია ხა ოპოზიციასგან ყოველი ხო მაგრამ გაჩერებულია სადღაც სამი ეგრე მგონია მაინტერესებს რაში ხე გადავიდეთ ოპოზიციაზეც ხო აი გეტყვი რა მე მაინც მგონია და იგივე პოზიცია მაქვს რომ ეს ადამიანებიც თუ მე ვაპარაკობ მუსლიმის რეალობას არის მოწყვეტილი ეს ადამიანებიც და მე ვაპარაკობ ზედმეტ ძველ ოპოზიციურ კლასზე რა ასევე არიან რეალობას მოწყვეტილები და რატო ნუ არა აქვთ კარგი კომუნიკაცია ადამიანთან, ნუ ხა მე მათ კომპეტენციაში არ შევალ, მე ზოგადად ის მაქვს, რომ თუ რაღაცას ვერ აკეთებს ის, მე ავდგები და მე გავაკეთებ და ამიტომაც ვცდილობ ხასიარულს რეგიონში, ჩვენი კამპანია პრობლემა მოსაგვარებელია, ლაპარაკობ კონკრეტულ პრობლემებზე, იქსაც სკოლა არის, რაღაც დაუმთავრებელი, იქსაც ბავშვებს არ უშვებენ, მაგალითად იქსაც გზა არის გაფუჭებული, ჩვენ ვცდილობთ მაგას ლაპარაკსა და ოპოზიციასაც შემიძლია თქვა, რომ რაღაცა 30 კაცთან შეხვედრები დარბაზში და მე დაიწყეს ახლა რეგიონებში. ხო, რეგიონებში, მაგრამ ნუ ვიცი რა, რთული და სჯერებელია, როცა მე ვხედავ სურათს, რომ რაღაცა დარბაზში ხდებიან დახულულ კარს მიღმა ადამიანებს და რეგისტრაციას თხოვენ, წინასწარ გავლას რეგისტრაციის, რომ აი, მოხდები რა, თუ დასწრება გინდა შეხვედრაზე, შენ რაღაცა ლოკაციას წინასწარ მოგწერ, ანუ ეგ ხო არ არის უშუალო, ეგ ხო არ არის და მერე აქვთ ხოლმე ისო კრიტიკას ვერ იღებენ ვერანაირს, შეიმჩნევს ვერ იღებენ და ვერ ხვდება ზოგიერთი პოლიტიკოსი რომ დაძველდა და აღარ უნდა იაროს ეთერებს და აღარ უნდა ილაპარაკოს ის რომ მე ვარ ალტერნატივა, მე ვარ მომავალი ხელისუფლება. ალტერნატივა მომავალი ხელისუფლება ჩვენ ხალხი უნდა ხედავდეს. და ლეგიტიმაცია როცა როგორც ოცნებას არ აქვს ხალხისგან, მე მგონია რომ ამ ძველ პოლიტიკურ კლასაც არ აქვს, იმიტომ რომ ამოიწურა რაღაცნაირად ამათი რესურსიც რა. ანუ როცა გამოდიან მე იმას არ ვითანხმებ მაგალითად. რა ხა ჩვენ გვაქვს ხედვა რომ დეგეგი მყისიერადაც შეიძლება 5%-ზე შემცირდეს და რო ამბობენ რომ რაღაცა 17% ან 18-17%-ამდე უნდა შემცირდეს რა ეგეც არ არის იმის შიშით რომ ვიღაცა პოპულიზმი არ დაუძახოს მათ ნალაპარაკებს მაგრამ ეგ ხო არ აგვარებს რა ხალხის პრობლემას ან ეგ ხო იგივე სიტუაციას ტოვებს სოციალურ-ეკონომიკურს რაც ოცნება თავაზობს საზოგადოებას რა და შენ ან რაღაცა უკეთეს უნდა თავაზობდე თან უნდა დაცლილი იყო ყველანაირი ძველი ოდიოზური სიბინძურისგან და თან რაღაცის გაკეთება უნდა შეგეძლოს და მე ამ სამ რაღაცას ძველ ოპოზიციურ პოლიტიკურ კლასში ვერ ვხედავ და მაგიტო მე მგონია მე ვთვლი და ჩვენ მაგაზე ვმუშაობთ რეალურად და არა მარტო ჩვენ ანუ ბევრი ახალგაზრდა ადამიანის ჩართვა გვინდა ანუ იდეაში ჩვენი მოძრაობაც ანუ მზარდი არის ძალიან და ანუ ადამიანებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებს უნდათ რომ რაღაცა სიახლე დაინახონ რაღაცა ახალში მოვიდნენ და ეგ ახალი უნდა შევქმნათ და რა ვიცი მე მგონი არც ბევრი დრო გვაქვს მაგრამ გვაქვს იმის დრო რომ ეს რაღაცა ანუ აქტიური მუშაობით ყველაფერი გავაკეთოთ არა მარტო ჩვენ მოძრაობა არ ჭირდება ხო ხა მარტო ჩვენ მოძრაობა არა პოპულარულები იყოთ ეხა ადამიანები არა არც მაქვს იმის ილუზია რომ მარტო ჩვენ პარტიას ხო ასე უყურებენ ადამიანები და პოლიტიკურ ლიდერებს აი ამას ქვეყანაში ჩავაბარებით თუ არ ჩავაბარებით ხო და იცი რა ჩვენ შეიძლება ვიყოთ 24-ის ხო ეგეც ხო სიგიჟეა ეხა ადამიანები ეხა 24 წლის ბიჭს ქვეყანას ჩავაბარებ ასე ვერ შემოგხედავ ეგ ძალიან კარგად გასწრებს ამიტომ მარტო შენ ახალგაზრდებს ხელისუფლებაში მოსვლა არა იცი რა არის მაგის ილუზია არც გვაქვს რომ აი მარტო ჩვენ და რაღაც უნდა იყოს ბევრი რა თქმა უნდა მაგრამ გაუსურელი, ანუ ადამიანი რომელიც ეკრანზე რო გამოჩნდება, აპრიორი არ მეწოდინება რომ იმით დაღლილი არ არის რა ადამიანი, იმის დანახვით. ბევრი არის უცხოეთში, რა ვიცი, ბევრი არის ჩემზე უფროსიც რა და იცი რა ჩვენც უნდა ვიყოთ, მე მგონია რომ ლოკომოტივი რაღაცნაირად ახალგაზრდა უნდა იყოს, აბსოლუტურად სწორი ენერგია, რაც ანუ
მე მზად ვარ რომ მაგაში ბევრი ენერგია ჩავდო რეალურად რა რომ მივახციოთ ამ ყველაფერს მზად ვარ რომ ბევრი ვიმუშაო ამაზე და რა ვიცი გაჩაღებული გვაქვს ეგ მუშაობაც რა მაგრამ იდეაში არა მარტო ჩვენ და არა მარტო ჩვენ ანუ მე არ ვლაპარაკობ რომ აი სართული და ჩვენი მოძრაობა მარტო რაღაცა ანუ ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამაში და რაღაცა ძლავრი უნდა შეიქმნას რასაც მართლა ალტერნატივა დაინახავს ხალხი რა და არა ის რომ აი ოცნება რო ამბობს რომ აი ნახე მე კი ცუდი ვარ მაგრამ ჩემ მოპირისპირეთ მხარეს აი ნახე როგორი ბუა დგას რა ეგ არის გადასატეხი ჩემი აზრით. ისინიც ნუ ვერ გამოვიდნენ იმიდან, რომ ბუები აღარ იყონ რა, იმიტომ რომ ნუ არიან აგრესიულები, არიან ოდიოზურები ძალიან ხშირ შემთხვევაში ვერაფერს ახალს ვერ თავაზობენ და ვართ ამ სპირალში და მე მინდა რომ აი ამ სპირალიდან ამ წრიდან გამოვიდეთ. ანუ ეს ჩაგეტილი წრე, რაც არის რეალურად, ანუ ბოლო 30 წლის პრობლემა რაც არის, განსაკუთრებით ბოლო 13 წლის პრობლემა რაც არის და ბოლო წლების უნდა გაირღვეს რაღაცნაირად და უნდა გაირღვეს იმით, რომ ბევრ ადამიანმა აიღოს პასუხისმგებლობა და ჩვენ ვცდილობთ რომ შემოვიყვანოთ ბევრი ადამიანი, ჩავერთოთ ახალგაზრდების და მოსალმოოდ არა მარტო ახალგაზრდების მე ვხედავ რომ ბევრი პროფესიონალიც იწყებს ამ მიმართულებით რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და ნახოთ როგორ იქნება რანაირად იქნება მაგრამ მე განახლებაში ვხედავ მაგ რესურსს რა და არა ამათთან თანამშრომლობაში ხო იცი რა არის ამათთან თანამშრომლობის რესურსი იცი რა არის მათაც თავის საქმე აკეთონ ანუ ეგ ჩემი საქმე არ არის არც მათი აკრძალვა არც მათი გაგდება არ საიდან აკეთონ გამოუვიდეთ კი ბატონო მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ რაღაც გამოუვათ რა და არის ხო ეს ალიანსი კი ბატონო იქ არის რაღაცა რატო არ გამოვაჭა მე ვერ ვხედავ მათში იმ ენერგიას სურვილსაც ვერ ვხედავ და იმ რაღაც გადააზრებას იმის რომ ყოველ წამს ანუ შენთვის ნაცებს გაუჭირდებათ რაღაც ახლის შემოთავაზება ხო იცი რა არის მარტ-ნაცებზე არ მაქვს საუბარი რა იქ ბევრი ხო არის ბევრი პარტია რეალურად რა ხო ნაცებიდან გამოსული ხო ნუ ხო ძირითადად ეგრე არის მიჩნეული გაერთიანებული ნაცმოძრაობა ეს ისე მაგრამ ნახე რა არის არავის მე არ მივაწევ ხო და მოედნის გარდა კი და მოედანში ძალიან პროფესიონალი არის მართლა და ჩემ პატივისცემა ძალიან ბევრ ადამიანს რა მაგრამ ნახე როგორ რაღაცა არის როცა ესეთი ერთობა არის რომელიც უფრო ხელოვნურია და რომელიც უფრო ორიენტირებული ბოლო წლებში მაინც იყო იმაზე რომ აი წასული იყო საერთაშორისო შეხვედრები ემართა ეთერებში ელაპარაკა და ანუ იცი რა არის ბრიუსელში 10 ჯერ წასვლა ამჯობინეს რეგიონში 3 ჯერ ჩასვლას მე მგონია ეგ წითელი ხაზი რა ანუ ჩვენ რაღაცნაირად ანუ მინდა აი იცი რა არის ეგ უნდა გადატყდეს რომ უნდა ელაპარაკოს საერთაშორისო მეგობრებსაც რა მაგრამ უნდა გქონდეს მეტი მუშაობა ველზე და არ უნდა გერდებოდეს შენ ხალხთან გამოჩენის, ხალხთან შეხვედრის და უნდა გქონდეს იმის შენო, რომ ელაპარაკო ხალხს და ეხლა აღარც მინდა რომ აი მათი შნო განვიხილო, რისი აქვს, რისი არა რა. მე მგონია რომ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახავს, კონკურენციაში ყველაფერი ძალიან კარგად გამოჩნდება და მე მგონია რომ უბრალოდ ვინც თვლით, ანუ ეგ განსხვავება არის რა. ჩემს შეიძლება სხვა კრიტიკოს შორის ვინც თვლით რომ ესენი რაღაცა სწორად აკეთებ, მოდი მე გავაკეთებ უკეთესად რა რაღაცას. ანუ ჩვენ ვეცდებით რომ გავაკეთოთ და იმის ამბიცია არ მაქვს რომ მარტო მე ვიზამ ამას მაგრამ ბევრი ადამიანი ჩავერთოთ ჩემს ამბავში და ხო ამ ძველ ოპოზიციასთანაც მე არ წარმოვიდგენია. მე მგონია რომ რაღაც სხვა ალტერნატივა უნდა შეიქმნას, ეს კონტროლებიც იკვეთება. ერთობა რაღაც ისეთ პანაციად არის გამოცხადებული, ხო? ხო, იცი რა არის? ძალა ერთობაშია, მაგრამ ერთობა უნდა იყოს რაღაცა რეალურის გარშემო. ერთობა უნდა იყოს რაღაც თანმიმდევრულის გარშემო და შინაარსობრივის გარშემო რა. უშინაარსოს და აი რაღაცა იმ ერთობაშიც რომ მეორე დღეს ერთმანეთის ჭამას იწყებენ და ანუ ეხაც რას ხედავთ ამ ოპოზიციურ ერთობაში რა მაგითაც იღლებიან ადამიანები მაგის ხურებითაც რა რომ აი ერთობა გამოაცხადეს და მეორე მესამე დღეს ერთმანეთს ჭამა დაიწყეს და ანუ ის კი არ იყო რომ ოცნებაზე და რაღაცა ახალ პროგრამაზე რაღაცას მუშაობენ ერთმანეთის ჭამით იყო ნაკავებულები და წარსული შეფასებით ისევ და მოდი ის ხალხი ვისაც ეს წარსული რაღაც წენები აქვთ ერთმანეთში ჯერ მაგაში დაალაგდნენ და მე ილაპარაკონ ვინ ალტერნატივაა და ვინ მომავალი ხელისუფლება რა მოდი ჯერ მაგაში და თუ მაგას ვერ ალაგებენ ერთმანეთში რა მიხვდნენ და გაიწიონ. დაუთმო გზა სხვას. იმ პარტიებში, ძველ პარტიებში ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა არის და მე გულშემატკივრობ მაგას. მე არ ვეთანხმები რომ ვიღაცამა გაქრეს და აორთქლდეს. უბრალოდ ახალ ხალხს, ახალ ადამიანებს, თუნდაც ახალგაზრდა ადამიანებს, არა მარტო ახალგაზრდებს რა. შეიძლება იყოს 35-40 წლის ადამიანი, ვინც კარგი პროფესიონალია, მაგრამ ვერ იპოვა თავი, იმიტომ რომ ვიღაცა ლიდერებს აქვს მონოპოლი აღებული პარტიებზე რა. ეგ უნდა შეიცვალოს რეალურად. ეგ უნდა გადაჩოჩდეს, და ვინც ვერ ხვდება იმას რომ აი ეს ხალხი ვისაც აი მუდმივი რაღაცა წარსული გაუგებრობები შეუთანხმოებები აქვს და ისევ ამაზე რომ უნდა ილაპარაკოს მე მგონია რომ ხო დრო მიახვედრებს ყველაფერს თავის ადგილს დრო მიუჭეს ყველაფერს მაგრამ ეგ დროც ბევრი არ გვაქვს რა იდეაში რა მაგიტო ბევრი უნდა ვიმუშაოთ მაგას და მუშაობაში ამ ლანძღვაზე მეტად მუშაობაში უნდა გადავზარდოთ რა ეხლა მე მირჩევნია აი დედასპიცა ვარ მართლა მირჩევნია რომ ვილაპარაკო არა რაღაც ოპოზიციურ პროცესზე და პირისპირებაზე ვილაპარაკო იმაზე დიუშენის ბავშვებს საიდან შეიძლება წამლის ფული უშოვო და რა ბიუსაბიუჯეტ
ხარჯი შეიძლება შეამცირო. ვილაპარაკო იმაზე, საზოგადოებრივი მოუწყება 100 მილიონი დაფინანსება რო აქვს, ამას რო გავაუქმებთ და რო გაუქმდება ეს ყველაფერი, როგორ მოიმატებს 4000 საჯარო მოხელის, მაგალითად, ჯარისკაცის, მეხანძრე-მაშველის, მასწავლებლის ექიმის ხელფასი 1000 როგორ? ნუ დაფინანსება 100 მილიონიანი აღარ უნდა გქონდეთ, ეს ცალსახარი 100%-იანი. ნუ ჩვენი ხედვა ესე არის რა. და რამდენი უნდა ქონდეთ? ნუ ჩემი აზრით ძალიან თუ საზოგადოებრივი მოწყობა მიარსებოს და ეს ევროპული რეგულაცია არის, შეიძლება სიმბოლური ძალიან მინიმალური, მაგრამ 100 მილიონი ამ ქვეყანაში. ხო, აქ საინტერესო არ ვიცი ფეხბურთი რამდენად გიყვარს დღეს ბოლო დღეებში საზოგადოებრივი მოწყობილის საკითხი მაგით გახდა აქტუალური 100 მილიონი აქვს. მაგითო გავახსენდა ეხლა. სოფლიო ჩემპიონატი ლიცენზია მიზეზი არ ქონდა 90 წლებში ყიდულობდნენ და აქციული იყო ქვეყანა. მიზეზი 100 მილიონი ფული არ გვაქვს. სოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია არ იყიდეს და ეხლა შეიძლება ეხლა იმ ხორცთან და მათთან შედარებით ეხლა ეს ნაკლები პრობლემა იყოს, პური არ არის ამ ქვეყანაში არც ანახაობა. პური თუ არ არის ხალხს ანახაობა მაინც ხო და სოფლიო ჩემპიონატს უყურებდა ხალხი 90-იანებში და ან 98-ში და ჩემპიონატი პირველ რიგში მოყოლებული მოყოლებულდა. ეხლა სოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიას ვერ იყიდეს, სხვა კომპანიამ იყიდაო და კერძობდა, ანუ კერძო კომპანია რო იყიდეს, ის მერე ფასიანია და რეგიონებში ვერ უყურებენ. ხალხმა ფული უნდა გადაიხადოს, ანუ ესეც კი ვერ გაუკეთეს ხალხს. ესეც კი ვერ გააკეთეს. მე მაგიტო ვამბობ, რომ ეს მოდელი ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებს 100 მილიონიანი მოდელი, ანუ არის მოსაშტობი საერთოდ რა და ნუ მე შეგვიძლია ვილაპარაკოთ რა როგორ ანაირად, მაგრამ ნუ არაეფექტური რო ეხლა ფული არ მაქვს კომპანია, საზოგადოებრივი კომპანია გეუბნებოდეს და 34 მილიონს ხელფასებს ხარჯავდეს და მის დირექტორს 15000 ლარი ქონდეს ხელფასი, რაც 15 ჯერ მეტი არის ერთთვიან შემოსავალზეა, რა ვიცი, ადამიანის, რომელიც ჯარისკაცი არის, ექიმად მუშაობს, მასწავლებლად, ანუ ეს ტელევიზია რომ მაგას გეუბნება, რომ იცი რა სანახაობას ვერ მოგცემ. თან ახლა ფეხბურთია რა, ანუ ყველას გვიყვარს, ყოველ 4 წელიწადში, რა ვიცი, ჩარჩან ევროპის ჩემპიონატი რო ვერ გვეყურებინა, წარმოიდგინეთ ახლა საქართველოს ნაკრები რო გავიდა, რა ტრაგედია იქნებოდა ეგ ადამიანისთვის, რომელიც შეიძლება თბილისში რაღაცა არხი, ფასიანი არხი ვიღაცა მიყიდოს და ვიღაცას კონდეს, მაგრამ ვიღაცა საშუალება არ კონდეს მაგის. ან არ იცოდეს როგორ შეიძლება ამის მოპოვება, იმიტომ რომ ის ექსკლუზივები არის, ანუ ინტერნეტში უნდა შეხვიდე რაღაცა ისე და რამხელა უბედურება იქნებოდა რა და ეს მაინც იყოს, ანუ ყოველ წელს ეს სოფლიო ჩემპიონატი, რა ვიცი, ვერთობით რა მაგის ყურებთ. საქართველოს ნაკრები სამწუხაროდ არ არის, მაგრამ ნუ ჩვენ ახლა ეგ დაწესდა რაღაცნაირად სამწუხარო ის იყო ეგ სულ ტრადიცია რომ გულშემატკივროთ სულ სხვა ნაკრებებს რა, მაგრამ ეხას ამ ბოლო დროს წამოვიდა ეგეც საქართველოს ნაკრები, იმიტომ რომ გაძლიერდა და მადლობა ღმერთს რა, მაგრამ აიქ ნუ მე მახსოვს ჩვენ ბავშვობიდან რომ ეგ ზოგი არგენტინა, ისპანია, ზოგი ისპანია და ეს მაინც გვაყურებინონ რა, ანუ ხო, ესეც ვერ გააკეთეს, ხო, ახლა სხვა პრობლემებთან შედარებით შეიძლება ნაკლები იყოს, მაგრამ რო შევაჯამოთ, რაზეც საუბრობდით, ხო, ახლა ვისაუბრეთ პრობლემებზე, ვისაუბრეთ ოპოზიციის პრობლემებზეც, ფიქრობ რომ თქვა შემდეგ არჩევნებში რეალურად როცა იქნება ხა 28-ში იქნება თუ მანამდე იქნება რეალურად შესაძლებელია ამ ხელისუფლების დამარცხება. მე მგონია რომ კი. ამის იმედი გააქვს? მე მაქვს მაგის იმედი და გეტყვი რატომ მაქვს მაგის. შეიძლება სიგიჟე ჟღერდეს და ოპტიმიზმი პრობლემა ჩამოვთვალეთ. ხო, აქეთ მხარეს ოპოზიციის. აქეთ მხარესაც. მაგრამ აქეთ მხარეს ეს კიდე მოგვარებადია იმით, რომ მიდის მართლა მუშაობა, ჩვენც მუშაობთ იმაზე, რომ რაღაც ალტერნატივა შეიქმნას და ადამიანები უკვე ისე არიან რა და ჩვენ მაგიტო ძალიან უნდა მოვიპყროთ სიფრთხილით და რაღაცა ისეთი ძალიან სერიოზულობით ადამიანების ნდობას რა, რომ ადამიანები ბევრ რაღაც შეიძლება ახლა ენდონ, იმიტომ რომ აქეთაც ძალიან დიდი ვაკუუმი, ანუ შავი ხვრელია რეალურად რა და ეს უნდა ამოივსოს ეს ყველაფერი რა და ჩვენც უნდა სერიოზულად მივუდგეთ ამას, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას ენერგიით, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას ხალხთან სიარულით, ხალხთან ურთიერთობით. იზრდება ჩვენი გუნდიც, ბევრი სხვა გუნდიც არის, რომელიც იქმნება და იზრდება. გულშემატკივრობ მე ყველა ახალ მოძრაობას და მე მგონია რომ რაღაც ალტერნატივა შეიძლება შეიქმნას და იმის იმედს რატომაც შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება და რატომაც უნდა შეიცვალოს აუცილებლად და შეიცვლება კიდეც მგონია რა, მალე ადრე ან გვიან რა, ეს არჩევნებიც კაცმა არის ის როგორ რანაირად, მაგრამ ეს იქნება რეალურად და მე და იმედი მაქვს რომ სამართლიანი იქნება ეს ყველაფერი რა, ანუ ამასაც ბრძოლით უნდა მივაღწიოთ და ამაზეც მუდმივად რაღაცა ძალიან ფხიზლები უნდა ვიყოთ რა. მიიღწევა იმით რომ ამდენი პრობლემა ჩამოვთვალეთ რა, რომ თვითონ თავისი ამორჩეველი ძალიან ბევრი გაინაწყენეს რა, ის რომ რა ვიცი ესე ეპყრობიან ადამიანებს მე მაინც მიჩენს იმის განცდას რომ ბევრ ახალ ადამიანს თუ შეიქმნა ნორმალური ალტერნატივა იქ თავი ძველი ოპოზიცია მას თავის საქმეს მიხედავს კაცო თავის ელექტორატი მათაც ყავდა პატივისცემა ყოველას ანუ მე როგორც მათ ელექტორატს ვცემ პატივს უცნებს ელექტორატს ვცემ პატივს და ანუ რაღაცნაირად უნდა ვისწავლოთ ლიგითმა ადამიანებმა ლიგითმა ამორჩეველმა მაინც უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება ამ ქვეყანაში ამ ჭუბის და ამ პოლარიზაციის რაღაცა სამეგობროებში და იმის იქ გადატანის გარეშე მესმის რთული არის მესმის ახლა პრინციპული სხვაობების მქონე ადამიანებთან შეიძლება ვერ იყო ისე როგორც მანამდე იყავი მაგრამ ეს მუდმივად ჭუბში უნდა იყოს ეს ანუ რაღაცნაირად ხელი უნდა ჩამოვართვოთ ბევრმა ადამიანმა ერთმანეთს მე მგონია და
ამისკენ გააზრება წასულია თან ამდენი პრობლემა როცა არის ქვეყანაში, როცა ამდენი სოციალური პრობლემა დაემატა, როცა ესე მოგუდეს ადამიანები და თან ხედავთ რომ საგარეო პოლიტიკურადაც კაცმარეთ სადმედიან ფაქტია დასავლეთისკენ და იქითკენ სადაც კარგი ცხოვრება არ მიდიან დასავლეთ რატო გვინდა ხო ანუ ევროკავშირის დროშა კი არ მომწონს მე და ის კი არ ანუ მე ვხედავ იქ რომ ამ ქვეყანას შეიძლება გამოსავალი ქონდეს ანუ ამ გეოპოლიტიკურ იმაში турბულენტობაში არ მინდა რომ ბანაკში ვიყო ირანის ანუ გიჟების რუსების და ირანის ბანაკში ანუ ხო ბანაკებად არის მაინც დაყოფილი უფრო დასავლურ ოჯახში და ანუ ეგ გუნდი უნდა იყოს რომელიც კარგ ცხოვრებას მოგვიტანს და ყველა პოსტებს თუ ქვეყანას კარგი ცხოვრება მოუტანა უსაფრთხოებაც მშვიდობაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სოციალური კეთილდღეობაც რა და ხო თან ამას შეხედავენ ადამიანები რომ ესენი კაცმარით სადმედიან თან ამდენი პრობლემა რო არის თან ასე რომ აჭერენ ადამიანებს და მარტო რომ 1% მდიდრდება და ხელფასებს იმატებს და იქ ხან ვისახში ამოიღებენ ოქროზოდებს და 20 მილიონს ქეშად ღარიბაშვილია დღეს შეიძლება ხვალ დღევანდელი ოცნების პალატში იყოს რომელიც თვითონ კორუფციას ებრძვის კაცმარიცის ანუ ამას ჩვენ ღარიბაშვილის მე უკვე თავს ვეღარავის ვღერდავ დადებს ოცნების ამორჩეველიც მე ეგრე მგონია და ამას უყურებთ რა და თან როცა მე მიჩნდება იმედი რომ ჩვენ გუნდსაც ჩვენ გუნდზე ვილაპარაკებ ბევრი ადამიანი უერთდება ბევრს უშტება სულო ჩაერთოს პოლიტიკაში და ბევრი ახალი ადამიანი ჩნდება პოლიტიკაში არა მარტო ახალგაზრდა მაგრამ ახალგაზრდები რაღაცნაირად უნდა ვიყოთ ამის სათავეში მათ შორის რა მაგრამ არამედ ბევრი პროფესიონალი გამოცდილი ადამიანი და რაღაცნაირად მიდის ამისკენ პროცესში და უნდა შეიქმნას ალტერნატივა და უნდა ვიმუშაოთ ამაზე მე მგონია რომ მიღწევადია ცვლილება ამ ქვეყანაში ანუ ესენი არ არიან დაუმარცხებლები ესენი არ არიან რაღაცა გველეშაპი რომელსაც თავს ვერ მოაჭრი რა ძალიან მოწყვლადები არიან ბევრი რაღაცის მიმართ ძალიან მოწყვლადები არიან და რა ვიცი თავის სივეზეს რეალდებიან უკვე ამ ბოლო დროს რა და ჩვენ უბრალოდ არ უნდა დავაკლოთ არც შრომა არც ბრძოლა მთელ სამ ყველაფერს კი ბატონო ნახოთ გისურვებთ წარმოდაიეთ მადლობა ძალიან მადლობა ინტერვიუს გაიხარეთ